იო, რამთხარ იცი რაღა კი ამ პროექტზე ვსაუბრობთ, წინა ჩვენ სტუმარსაც გითხეთ, ელისაბედსაც გითხეთ, საიდან გაიგე ამ პროექტის შესახებ? მეგობრებმა ჩამიგდო და ძალიან საინტერესო პროექტია და თან ის ყველა მიცის როგორი ანუ ერთიანი ტიპი ვარ რა, სკოლის გარეთაც ბევრი რაღაცა მაინტერესებს ჰობი მაქვს და ყველა მიცის რომ რაღაცა ახალი გამოწვევებისა და გამოცდილების ძებნაში ვარ ხოლმე ყოველთვის და ამაზე უფრო უკეთესი რა შეიძლებოდა და გამომიგზავნეს რა. და მე დავინტერესდი, ერთად ჩავწერეთ ვიდეო, ეს სამოტივაციო ვიდეო რაც იყო, რომ მოთხოვნა რაც იყო. ხო, მოთხოვნა რაც იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი, ჩავწერეთ და მე ორ კვირაში დამიკავშირდნენ მეს და აუ ჩემს ემოციას აი პიკში იყო რასაც ქვია. მე ვაი პიკი კარგია და თავიდანვე იცოდი იდეაში ეს პროექტი რას გთავაზობდა და რა იყო შესაძლებელი ამ პროექტიდან? ანუ რო დავიგე რომ ინტელექტუალური და თან გასართობი რო იყო და თან მაძლევდა იმის ანუ მაძლევდა იმის შანსს რომ გამარჯვების შემთხვევაში ბრიტანეთში რო აღმოჩენილიყავ ანუ წასულიყავი სასწავლებლად აი ეგ იყო ყველა ის კრიტერიუმი რასაც მე ვეძებდი ჩემი მომავლიდან რა რომ გამოცდილება მომავლიდან ეძებდი ხო საინტერესო ანუ ჯერ ამ პროექტში დაწამული ვიყავი რომ უდიდეს გამოცდილებას მივიღებდი და რაღაცა ბევრ ანუ ჯილობასაც და ეს ჩემი თავის უკეთესი ვერსია გავხდებოდი და გამარჯვების შემთხვევაში კიდე ჩემ ბავშვობის ოცნებას ავიხდები. არ ხარ ბრიტანეთში და ჯერჯერობით არა. ჯერჯერობით არა. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. სხვა აკ მაგის გარდა პირობითად ანუ ეს summer school-ი და ბრიტანეთში წასვლის გარდა პირობითად აქ საქართველოში სწავლის ნაწილში რას ფიქრობ, როგორ ფიქრობ? საერთოდ რა გეგმები გაქვს, როგორ გინდა რომ გააგრძელო? ვიცი რომ აბიტურიენტი ხარ, ვიცი რომ თანამზადები. ვიცი რომ ნაკლები დრო გაქვს. ორ თვეში უკვე გამოსდებია თითქმის. თავიდანვე ბავშვობიდან მქონდა ის რომ რაღაცა მომავალი შემეცვალა და რაღაცა არქიტექტურა ბავშვობიდან მომწონდა და ვფიქრობდი რომ აი რო დააკვირდე ეგრეა რა განვითარება რაც პოპულაცია იზრდება მეტი ფართობი დაიკავოს და განვითარებაში აი რა მეტი უკეთესი რა პროფესია უნდა აიჩიო თუ არა არქიტექტურა მომავლის პერსპექტივით იმიტომ რომ რაღაცით შენ მომავალ თაობას უკეთეს გარემოს უქმნი რა საცხოვრებელ გარემოს და ბავშვობიდან მაგ იმაში ვიყავი და ვფიქრობ რომ ჩავაბარო არქიტექტურაზე და ბიზნეს ანალიტიკაზე იმიტომ რომ ჩემი მომავლის იდეის რომ აი ბიზნეს კომპანია მქონდეს და რაღაცა უკეთესი მომავალი შეუქმნა ჩვენს მაცხოვრებლებს და ჩემს ქვეყანას და საერთოდ სოფლიოს და ყოველთვის ეს ორი ვფიქრობ რომ ამ ორი პროფესიის ერთიანობით ამ ყველაფერს შევძლებ. საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენმა წინა სტუმრებმაც დაახლოებით იგივე რაღაც თქვა, იმიტომ რომ რასაც გიყურებთ ახლა იდეაში ისე რომ ყველას თქვენი გინდათ რომ რაღაც აკეთოთ რა, ანუ ძალიან კარგია, ძალიან მომწონს და საქართველოში გინდა დარჩენა თუ პირობითად სადმე უცხოეთში, აი ბრიტანეთს ვსაუბრობთ ინგლისისკენ ხო არ გაქვს ეს სიტყვაზე, წავიდე იქ ისწავლო. აი მაგალითად პირველი აი მე-11 კლასში გავიარეთ ერთდალეულები და დაახლოებით ну იქ ხო ეხლა ну ჩვენზე განვითარებული ის ჩრდილოეთი იყო და იქ მიდიოდნენ სასწავლებლად და იქიდან მოდიოდნენ რევოლუციური იდეებით რა და ეგ მომენტი ძალიან მომწონს იმიტომ რომ რაღაცით ახალ განვითარებას აი უცხოეთში რო სწავლობდა ჩამოდიხარ სიახლე მოგაქ რა ანუ შენი თავი ჩემი იდეა ის არის ცხოვრებისეულად რომ ჩემს ქვეყანას და ჩემს თავს მოუტანო განვითარება რა მარტო ჩემთვის განვითარება რა მინდა და თუ სხვებსაც ამით რაღაცა წვლილი არ შეუტანე რა აი ილიას რო აქ აი მყინვარის სიმაღლე რაში მჭირდება თუ ის მე ვერ ჩამოვწდება და მე მას ვერ ავწლებიო რა დაახლოებით ეგ მინდა რომ აი მაგ ხრივ ევროპაში განათლების მიღებასაც ვუჭერ ხარს და ეს მაგ დაახლოებით რა მიზნად ანუ ეხლა მაგას რო ამბობ შენ რომ აუცილებლად პირობითად დასავლეთისკენ გინდა რომ წახვიდე შენ ფიქრობ რომ საკმარის რაღაცა ცოდნა საქართველოს ვერ მიიღებ არ გვაქვს შესაბამისი ესე ვთქვა რაღაც განათლების სწავლის ხარისხი? კი, ცოდნა კი, მაგრამ ნახე, ინოვაციური ცოდნა ჩემი აზრით აი საქართველოში ნაკლებად არის რა. რაღაცა ინოვაციური მიზნები კი არა და იდეები უფრო ფიქრობ რომ საზღვარგარეთ უფრო კარგი, ანუ რაღაცა განვითარებას უფრო საზღვარგარეთიდან შემოიტან ვიდრე აქ. იმიტომ რომ ასე თუ ისე
ხო, ეგრე ვფიქრობ, რომ არ ვფიქრობ, ხო, მესმის გასაგებია, აბსოლუტურად გეთანხმები, არ გეწინააღმდეგე, უბრალოდ რომ ინოვაციას როცა ახსენებ, არ ვფიქრობ, რომ ინოვაცია რაღაცა უფრო ადამიანის ნაწილია. კი, ხო. ან რატომ აინც ვფიქრობ, რომ შეიძლება აქაც გამოიგონოს ინოვაცია და არა საქართველოში, ანუ მაგრამ კი, ანუ თვითონ ადამიანი ინდივიდუალურია და შეიძლება რაღაცა ისეთი კარგი და ინოვაციური იდეა მოგაფიქროს, რომ სადაც სხვა ქვეყანაში შეიძლება არც ქონდეთ გააზრებული რა. მაგრამ ხო, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საქართველოში მაინც ინდივიდუალიზმს უფრო ნაკლები გასაქანი აქვს რა, რაღაცა დოგმატური სწავლება, ну, ესე ვფიქრობ, რომ ვფიქრობ, რაღაც დოგმატური სწავლებაა და ინდივიდუალიზმს ნაკლებად იმაშვებია რა. ანიჭებენ რა, მეტყურადღებას უთმობენ რა, ინდივიდუალიზმს და ფიქრობ, მეტყურადღებას თუ ნაკლებ ყურადღებას ინდივიდუალიზმს. ხო, საქართველოში ნაკლებს და უცხოეთში უფრო მეტყურადღებას ანიჭებენ ინდივიდუალიზმს, იმიტომ რომ თავი ეგა რა, ადამიანი ინდივიდუალური თუ არ ხარ, რაღაცა შენი მახასიათებლები და ფასეულობები თუ არ გაგაჩნია, უბრალოდ ბრბოს წევრი ხარ რა. კი ბატონო, მაგიტო გავსხოდებით ადამიანები, რომ რაღაცა ჩვენი ინდივიდუალიზმი გაგვაჩნია და მაგიტო გაქვს შენ პირობითად შენი რაღაცა ფიქრები, მე ჩემი ფიქრები და ყველა სხვა დანარჩენს თავისი ფიქრები. კარგი, ეს განათლების ამბავი, ალბათ რაღაც ბაკალავრი, მერე ალბათ მაგისტრატურას გააკეთებ სავარაუდოდ და მერე რაღაცა დოქტორატურა ჯერ რაღაც 6-7-8 წლის მერე დაბრუნდები საქართველოში. მე რას ფიქრობ, აი 6 როცა გავა, როცა ეს ყველაფერი ამ შენ რაღაცა სწავლა განათლების პროცედურას ესე ვთქვათ მოილევ, რას ფიქრობ საქართველოში რა დაგხვდება მაგ დროს? ჩემი აზრით, დავბრუნდები რო დავბრუნდები, ჩემი ქვეყანა იქნება უფრო ევროპული, ესე ვფიქრობ რა. ევროპული. აი, ძალიან გამიხარდება თუ ესე იქნება რა. არ ვართ ევროპულები. ევროპასთან ძალიან დიდი კავშირი გვაქვს კულტურული და ისტორიული და ვფიქრობ, რომ აი ეს ბოლო საუკუნეები ცოტა დავუშვათ, მაგრამ აი ხა ამ პერიოდში იმდენად ანუ ისტორიის განმავლობაში დღესაც როგორც ვართ ახლოს ევროპასთან, ეგრეს ისტორიის მანძილზე არ ყოფილვართ რა. და ვფიქრობ, რომ აი მომავალშიც უფრო დავუახლოვდებით ჩვენ დასავლეთს. შვენიერი მომწონს როგორც ფიქრობ. შენ პროფესიაზე წეგანას გელაპარაკებოდი სანამ ჩაწერას დავიწყებდით. გავლენა რა იყო? შენ რაც თქვი პირობითად რაღაცა ინჟინერია, ბიზნეს ანალიტიკა, საიდან წამოვიდა ეგ იდეა მაგ ყველაფერს? პროფესია რატო ავუჩი არქიტექტურა? ნუ მამაჩემის და დედაჩემიც ამ სფეროში არიან და ბავშვობიდან რაღაცა ძალიან მომწონდა ეს რუტინა რა, ოფისში რაღაცა და ძალიან დამაინტერესა და მე რო გავიზარდე, უკვე მივხვდი რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანთა ყოფაში არქიტექტურას და დამაინტერესა რა, ხატრობა გამომდიოდა, მათემატიკა გამომდიოდა და ხატრობაც კი მიზიდავს, მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ ხაზვა და ხატვა და ეს რაღაცა შენი ინდივიდუალიზმის გამოვლენა ფორმებით, სტრუქტურებით და იმაში ძალიან საინტერესო იყო და ძალიან მომეწონა რა. ხო. და ასე აღმოვაჩინე ჩემი ეს ინტერესი არქიტექტურა. ძალიან კარგი, შვენიერი, მომწონს, რომ იმიტომ რომ მე წეგანაც გითხარი, რომ ძირითად შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში რაც მესმის ჩემ გარშემო არის ის, რომ ადამიანები და ანუ აბიტურიენტებს სკოლას ვინც ამთავრებენ, უნივერსიტეტში მიდიან ვიღაცის ხათრის გამო, ვიღაცის ან პროფესიასაც ისე ირჩევენ, რომ არ ვიცი, ვიღაცამ უთხრა, რომ აი მოდი გინდა თუ არა პირობითად იურისტი გამოდი რა და რასაც ამბობ, ანუ მიზანიც ეგ არის, რომ უბრალოდ მინდა რომ ხალხმა და ანუ შემდეგმა თაობებმა გაიგონ ის, რომ ანუ ყველაფერი აი ამ ინდივიდუალიზმზე დადის და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ შენი გადაწყვეტილება მიიღო. ძალიან რთულია 16-17 წლის ასაკში უკვე წინასწარ იცოდე ძირითად ნაწილში, ანუ რა გინდა რომ აკეთო ცხოვრებაში, იმიტომ რომ რაც პროიზდები მე სხვადასხვა აზრები გიჩნდება თავში, მაგრამ თუ აი ეგ ჩამოყალიბდება ესე ვთქვათ ეგ ტენდენცია, რასაც შენ ამბობ, რომ აი შენ უკვე იცოდი პირობითად და შენ უკვე ხედავდი საკუთარ თავს, შეიძლება როგორი ინჟინერი ყოფილიყავი, ხო? ძალიან კარგი რაღაც იქნება რა. მე ვფიქრობ. შობლებიდან ხელში წყობა მქონია რა, ბევრს მაგალითად სამწუხაროდ არსებობენ ისეთი ოჯახები, რომელშიც მშობლები რაღაცით თავის იდეებს ახვევენ ბავშვებს ხოლმე და რაღაცა
ანუ манипуляციის ქვეშ ხდებიან ბავშვები და აბარებენ იმ ფაკულტეტებზე, რომლებიც არ აინტერესებთ და მე შეიძლება მთელი ცხოვრება ინანოს რო სხვა ანუ რატო დაუჯერე. აი ფილმებშიც ეგრე არის რა. აი ჩვენ ზოოპარკში შევიძინეთ, იცი? ეგ ფილმი რო არის. ძალიან საინტერესო ის დიალოგი არა, რომ ის ჩემი ოცნებებით გაცხოვრებდიო და მე ეგეც ოცნებები არ მომწონსო რა. ეს უნდა მოგწონდეს, იმიტომ რომ ეს კარგი ოცნებებია. ყველა ადამიანს თავისი ოცნება აქვს რა. ეხლა მამამ რო შულს მოახვიოს თავს, რომ აი ეს კარგია და იმას საერთოდ არ აინტერესებს უბრალოდ ბავშვი მიყვება იმას, რომ ეს კარგია, ინდივიდუუმს კარგავს რა. იმას თავისი ოცნებები აქვს, თავისი მიზნები აქვს რა. რამდენად ის ანუ მაქინა გამომდინარე, მე შეიძლება რომ ინანო მე ცხოვრებისეულად აი Dead Poets Society-ში რო არის, რომ მამას უნდა რომ მეცნიერი და ის ქირურგი გამოსულიყო და ბავშვმა ლიტერატურა მსახიობობა. ორივე განსხვავებული, ანუ ურთიერთსაწინააღმდეგო პროექტია, ხო, ანუ სად ხატრობა შესრულება და სად ქირურგია და ეს სამედიცინო სფერო რა. და იქ კარგად ნახეთ, მაგ ეგეთმა ძალდატანობამ და ძალისხმევამ რაც მოიტანა, რა შედეგი მივიღეთ საბოლოოდ რა. ხო, არა, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ადამიანმა საბოლოო ჯამში დღის ბოლოს მაინც ის უნდა აკეთოს, რაც შენ გინდა, ხო? ანუ ვიღაცა შეიძლება რაღაცა ხათრის გამო, პატივისცემის გამო რაღაც შეიძლება გააკეთო ერთი დღე, ორი დღე, მაგრამ საბოლოო ჯამში როცა პირობითად შენ კარიერას ეხება და შენ ცხოვრებას ეხება, მე ვფიქრობ, რომ ეგ ისეთ საკითხია. შეიძლება რჩევები მიიღო, მაგრამ არ ხარ ვალდებული ნამდვილად. თორე განსხვავება შენიღებ რა თქმა უნდა, თავისთავად ხო, იმიტომ რომ ეგ ყველაფერზე გავლენას ახდენს. მე ან თვითონ საქმის მიმართ სიყვარული სვარი აბსოლუტურად. ეგეთი გამოთქმაა მგონი, რამდენად მახსოვს სწორად, თუ სწორ არჩევანს გააკეთებ პროფესიის არჩევნის მომენტში, შენ არც ერთი დღე არ იმუშავებ. ანუ იდეაში ის არის, რომ სიამოვნებას მიიღებ თითოეული დღიდან, ანუ იმ მუშაობის დღიდან და სიამოვნება გექნება და არა მუშაობა რა. ეს შენი ნაწილი გახდება ეს უკვე. შენ აი ეხლა რასაც მიყვები, რასაც გამჩნევ, ანუ ძალიან ეს ეხლა რა ქვია, შეპყრობილი ხარ აი ამ შენი ესე ვთქვათ პროფესიით და ამ კარიერაზე ფიქრით. მოტივაცია გარდა იმისა, რომ უბრალოდ ეს ყველაფერი სიამოვნებს და დარწმუნებული ვარ სიამოვნებს, ან მატერიალური სამყარო რამდენად არის მნიშვნელოვანი. ანუ რო არ არსებობდეს პირობითად სიტყვაზე ფული, მაინც გააკეთებდი ამ საქმეს თუ რამე სხვა ან რაღაცა ჰობი გაქვს ან არ ვიცი, რაში გაატარებდი შენ ძირითადად დროს. მაინც ყველაფერს მატერიალური ფაქტორი განაპირობებს რა. საინტერესო, ანუ არქიტექტურა ძალიან მომწონს და მაგ ხრივაც ძალიან დიდ მატერიალურ ფინანსებს მოითხოვს. დიდ პროექტი რო ააშენო, ძალიან დიდი თანხა გჭირდება ინვესტორებიდან და რაღაცა მთავრობიდან, შენ თვითონ თუ არ აკეთებ. რაღაც ხელშეწყობა გინდა აუცილებლად, ხო? და მაგ ხრივ აი წერან რო თქვი ჰობი, რომელსაც მატერიალურად ის არ ჭირდება, რაღაცა უფრო მოლაშქრეც ვარ რა და ძალიან მიყვარს რაღაც მომენტებში, ზაფხულში ან რაღაცა თუ უხასიათოდ ვარ განმარტოვება რაღაცა ლაშქრობაში წასვლა ხოლმე და რაღაცა ცოტა ხნით მოცილება საზოგადოებიდან. ვიცი ეს ხა საზოგადოებიდან განდგომა ცოტა ის არის, მაგრამ რაღაც მომენტებში ჭირდება, ანუ დასვენება გინდა, ანუ გონებრივად ერთი-ორი დღე რო ლაშქრობაში წახვიდე, მოდუმდე და რაღაცა სტრესული გარემოა მაინც ქალაქში რა, სტრესის დონე უფრო ის არის. გაიც რო გადიხარ ტყეში მაგალითად სიმშვიდეს ოვებ ხოლმე და რაღაცა ძალიან კარგი გონება დამშვიდებული ცივი გონებით რაღაცას ავწონდავწონი ხოლმე რა გავაკეთე მომავლის გეგმებს იმაშვები და რაღაც საფიქრისთვის მივდივარ ხოლმე ლაშქრობებში რა და აი მაგას ვიტყვი ჰობის კუთხით რომელსაც ისეთი ფინანსური საჭიროება უბრალოდ არ გიფიქრია სიტყვაზე მაგაზე რომ პირობითად ეს შენი ჰობი აქციო რაღაც პირობითად შენი შემოსავლის წყარად. როგორ ერთი ვარიანტი და ეხლა მაგალითად ძალიან ბევრი ჩვენ და ძალიან კარგი არის, ვიცი გიდები ძალიან კარგია, მაინც ის არის დამატებითი ანაზღაურება, მაგრამ უფრო გავამარტივდი მაგ კუთხეს რა. და მაგალითად დრო იყოს ალგორითმი რაღაცა აი ასისტენტი
ლაშქრობის ის რომ ტრეკები კონდეს ლაშქრო ტრეკები ჩაშენებული მეფი და ეგეთი ის და დაგეხმაროს რაღაცა აი მაგალითად ახვედი იქ ყაზბეგში და აქ ეს კულტურული ძეგლია რომელიც უნდა ნახო აი რაღაც გირჩევს რომ უფრო ნახო ის კულტურული ძეგლები და ეგეთი ისინი რატომ მომწონს იცი იმიტომ რომ ადამიანებს აი ბევრი შეიძლება რომ თბილისის გარეთ ან თავისი ქალაქის გარეთ არ ყოფილა და არ უნახია ის ლამაზეები რაც გვაქვს მე მაგალითად ანუ ძალიან საქართველოს სადაც დავრონავ ბავშვობიდან რა ეგეთი 3-4 წელია რა დავიწყე ეს სალაშქრო გზა რა და ბავშვობაში ვიყავი გამოკეტილი ხოლმე თბილისში და არ მქონდა ის განთქმა რომ ანუ აღქმა რომ აი ზღვაზე ჩამიყვანენ ჩამომიყვანენ მარტო ეგორი ის ვიცოდი და მე ერთ დღეს ვანაში წავედი და მაქედან დაიწყო ჩემი თავგადასავალი ცხოვრებისეული რომ ახალ გარემოში რამდენად მარტივად აი ეს ახალ გარემოში ადაპტაცია რამდენად კარგი მექნებოდა და ულამა ბორჯომში ვიყავით და პირველი გამოცდილება ეს ჯომარდობის აი ეს სროლის და იმის გამოცდილება მან თქონდა და რაღაცა ძალიან დამაინტერესა რა თან ეს ბუნებასთან სიახლოვე და კარავში დარჩენა ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო და ძალიან საინტერესო რა და ეგეთმა პატარ-პატარა მოგონებებმა აი რომ იქ ბორჯომში ვიყავი ბაკურიანში ვიყავი აქეთკენ ყაზბეგში ვიყავი რაღაცა იმ ადგილებისადმი რაღაც პატრიოტიზმი გამიუმჯობესა რა აი მაგალითად არის ბევრი უდიდესი კულტურული ძეგლები გვაქვს რომელიც ბევრს არ გვაქვს ნანახი რა ბევრი ისეთი ძეგლები გვაქვს რომელიც საზღვრისპირა რეგიონებშია და არ იცი დღეს თუ ხვალ ან რაღაც წელიწადში ისევ იქნება თუ არა რა იმ ძეგლისადმი პატრიოტიზმი თუ არ აი შეიძლება ვიღაცა იმიქროს რომ აი რაღაცა ვისაც არ აქვს ნანახი რომ მე რა აი გადმოწიეს საზღვარი ან რაღაცა ის ძეგლი ჩვენი აღარ არის იქ რო ხარ ანუ რო ჩახვალ ნახავ რაღაცა ის მოგონება დაგჭება რომ აუ რა ლამაზია და რა კარგია ის იქნება რომ როგორ აიღო რაღაცა ხო ამდენად დიდი წვლილი იქონია განვითარებაში ადამიანების განვითარებაში ჩვენ წინაპრების განვითარებაში და რაღაცა ის პატრიოტული გზნობები გაგიჩნდება მე უკვე ეგრე არ შეხვდები რა რომ მე რა უკვე გიქნება იმ დაცვის ისა მომენტი რომ როგორ შენია ჩემი პატრიოტის ჩვენია ხო როგორ რა ძალა გაქვს რომ რანაირად შეგიძლია რომ ესე პატრიოტიზმი ახსენე და პატრიოტიზმი შენ თაობაში როგორ არის ახლა ანუ ფიქრობ რომ შენი თაობა პირობითად პატრიოტია რა თქმა უნდა ხო თითოეული ადამიანი რაღაც იმით პატრიოტია რა და აი ახალგაზრდებს განსაკუთრებით ყოველთვის აი ისტორიას რო გადავხედოთ მქონდათ ეგ პატრიოტიზმის გამოხატულება ცოტა ისეთი ანუ მე ამბოხეები ვართ რა მაინც ეს ახალგაზრდები და ამბოხე ანუ რაღაც აი შეიძლება ეგრე დავარქვა რა მე ამბოხეა და რადგან ახალგაზრდა და რაღაცა ემოციური პიკშია რაღაცა ძალიან ის ამბოხი ძალიან ისე გამოდის ხოლმე მაგრამ სწორია ჩემი აზრით რა ეგეთიც უნდა იყოს ადამიანი რა ხო აი მე ამბოხე პატრიოტი ხო აი თერგირო არის ესეთ ბობოქარი და მუძრავი და მიზნისკენ იღწვის მიდის და თავისი განვითარებას არ წყვეტს აი მაგიტო არის თერგი კარგი აუ ესეთი მომავალი შევქმნათ რა ნუ შევქმნათ ჩვენთვის და მომავალი თაობისთვის რა თქმა უნდა ეს ჩვენ რაღაცა წინათაობებმა ეს დაგვიტოვეს ჩვენ უკეთეს დაუტოვებ და შემდეგი თაობები კიდე უკეთეს დაუტოვებენ და ესე გაგრძელდება ეს ციკლი გასაგები აი მე ცოტა უკან გადავარდები ის პროექტს დავუბრუნდები როგორ მოხდა ბრიტანეთში მან პირობითად როცა მესმის რომ რაღაცა იდეა მოგეწონა მაგ ყველაფრის აი თვითონ არის აი რასაც უყურებ შენი მეგობრები არიან ესე ვთქვათ ვისთანაც ერთად იყავი პროექტში თვითონ მაგათი აზრი მაინტერესებს ეგენი ალბათ რაღაცა იდეებს გაცვლით ანუ რას ფიქრობენ ეგენიც ერთად შენ ამბობ რომ პირობითად სიტყვაზე რაღაცა გინდა რომ ქვეყნა წახვიდე უცხოეთში განათლება მიიღო მე უკან დაბრუნდა და ასე შემდეგ დანარჩენები რას ფიქრობენ ეგ საინტერესოა ისინიც ფიქრობენ რომ უნდა წავიდეთ არავის არ უნდა პირობითად ბრიტანულ უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელოს ანუ რაღაცა აზრი
თუ მოგისმენია მაგათგან. მომისმენია კი რა, მაგალითად ერთხელ ქონდა ესეც ის თავიდანვე რომ გავიცანით ერთმანეთი და ის ცოტა იდეაში აი მეც ხომ მაგაზზე ვიყავი, მაგრამ უფრო სხვის განმოსმენა ცოტა ისეთი ის იყო რა. ესე ანუ რო ჩამოვედი რაღაც საერთო ჰობების, ინტერესების პოვნა ხო გიწევს რა პირველად ნახე ადამიანი და რაღაცაზე ხომ ესაუბრო და რაზე აბარება იმან მუსიკა რაღაცაო ისაო ბიზნესიო მე ვუთხარი რომ არქიტექტურა მეთქი და ამის მერე რა კითხოს დამისო მე დავმაფიქრე რა ამ კითხონ რომ საქართველოსიო და რაღაც მომენტში მართლა იდეაში ხო ფიქრობი რომ მეთქი უცხოეთში გავგზავნებ სწავლას რაღაცა წავალ მაგრამ აი ეგ მომენტი ძალიან გულზე მომხდარა რომ ეს სხვა დამისეს რა და რაღაც მომენტში აი თან როგორ ეთყობა ხოლმე აი საუბრებს რომ რაღაცა მომენტი დაფიქრდები და აღარ პასუხობს და ის რო ელის რო პასუხს მალევე ეძებდა საქართველოში დავფიქრდი და მაინც მაგ კითხვამ დამაფიქრა და ის ამდენიმე თვე მაგაზე ვფიქრობ ისინიც ალბათ ნუ რაღაცა ნაცილი შენაირად ფიქრობს რომ პირობითად ვიღაც შეიძლება წასვლამდე ვიღაც შეიძლება ადგილზე უნდა ანუ რაღაც მომენტში თართული იმიტომ რომ რაღაც ასაკში მეც წავედი პირობითად და რაღაც ასაკში რამდენიც ვიყავ 17 წელს ვიყავი რომ წავედი მეც და ძალიან დიდი ხანი მომიწია მე ცხოვრება იქ რთული იყო რაღაც მომენტში ხა წარმოიდგინე აბსოლუტურად დღევანდელი კომფორტი რაც გაგაჩნია პირობითად ეს ოჯახის მეგობრების შენი გარემოა შენი ქალაქია ამ ყველაფერს აბსოლუტურად წდები მიდიხარ სადღაც უცხო აბსოლუტურად კულტურაში უცხო ქვეყანაში და იქ უნდა მოახდინა მე ეს ადაპტაცია და ადაპტაციის პროცესი უნდა გაიარა ძალიან რთულ პროცესს გავდივართ ეხლა რა ეს ჩვენი მომავლის 4 წელიწადი იქნება მართლა ბეწვის ხიდი რა ეს აი ეს დაგროვებული ზონა რამდენად კარგად ვისწავლით და სად ვისწავლით და ეს ისა იმდენად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მომავლისთვის როგორც პიროვნული საზოგადოებრივი მომავლისთვის რომ შეიძლება აი როგორც ილია ამბობს ამ 80 წელიწადმა კარგი მწევანის გამოიგოს და შეიძლება დახურცენას გამო. ანუ შენზეა დამოკიდებული რა, რამდენად კარგად ისწავლი და რამდენად კარგად ფოკუსირებული იქნები შენ მიზანზე. კი ბატონო, გეთანხმები აბსოლუტურად. რა მოლოდინები გაქვს, იმიტომ რომ ერთი დარწმუნებული ვარ ის კარგად იცი რომ ანუ სკოლაც და უნივერსიტეტიც ანუ განსხვავდება, რა თქმა უნდა, თვითონ რას მე ანუ რამდენად მზად ხარ ამ პროცესისთვის. იმიტომ რომ მე კიდევ ამბობ რომ დავიწყე და ესე ვთქვათ კოლეჯში რომ წავედი, პირველი დაახლოებით 3 თვე დამჭირდა იმისთვის რომ გამეგო, რა ხდებოდა ჩემი გარშემო. ხო, ანუ რა იყო არ ვიცოდი, ხები? ანუ ვიღაცას ყველას რაღაცა თავისი როლი ჰქონდა, იმიტომ რომ მე რა დროსაც სკოლა დავამთავრე, მაშინ კიდე არ იყო ესე ვთქვათ რაღაცეები ესე დახვეწილი, რაღაცა მატრიცას აქვს, რაღაცა კალიბში მიყვებოდა თელი ჩემი თაობა ესე რომ ვთქვათ რა. ანუ შენ რამდენად ხარ მზად რაღაცა უნივერსიტეტისთვის და რა მოლოდინები გაქვს, ეგაა საინტერესო. მაინც რაც არ უნდა ვთქვათ რომ ის ნუ საინტერესო დღეები გაქვს ამ 12 წლის განმავლობაში, მაინც რაღაცით რუტინულ ცხოვრებას ეწევი რა, რაღაცა დაადექი, ისწავლე, სახში მახვედი, რაღაცა წრეზე წახვედი, მოხვედი, ისწავლე. გაკვეთილები სკოლაში წახვედი, ანუ რაღაცა რუტინული ცხოვრება გაქვს ამ 12 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ჯერ ნუ არასრულწლოვანი ხარ და ნუ შენი თავი რაღაცი შენი თავის პატრონი არ გიწყვიტავენ და მეორე კიდე მართლა შეიძლება არ კონდეს სხვა შესაძლებლობა რა აი რაღაც ზოგი არის რომ მარტო სწავლაზე ფოკუსირებული უნდა იყოს და კლასის გარეშე აქტივობებში და რაღაცა სხვა რაღაცებზე ვით არ უნდა იყოს დატვირთული რა და მაგ ხრივ ნუ X ჩენი საზოგადოება ყავს 12 წელი ისწავლე რაღაცა ნუ მეც აი რო გავიგას ნობიერი რო წელს ვამთავრებ და გადავხედე ჩემ გზას აი პირველი დღე როდის გაიგე როდის გაითავისე რომ თურმე რაღაც სხვა ეტაპზე გადადიხარ თურმე რაღაც სხვა ეტაპზე გადავდივარ წელს არ წინა წელს რო დამამთავრებელი კლასი იყო და ბოლო ზარი დაირეკა ან მათთვის მათზე უფრო მეტად მევინერვიულა, იმიტომ რომ გავანალიზე რომ შემდეგ წელს მეც ეგ მომელის რა და ეგრევე ფლეშბექით აი
ფლეშბექი თელი ცხოვრება რაღაცა ის პირველი კლასიდან მე-12 კლასამდე რაც საინტერესო მომენტები იყო ეგენი გამახსენდა და მეთქი რაღაცა ამ 12 წლის მერე რო დავამთავრე სკოლას რაღაცა ცხოვრების ახალ ფურცელს ვშლი და ახალ მომავალს ვიწყებ მაგ კუთხით და მანდ უკვე მოდის უნივერსიტეტის ცხოვრება რა ახალი გარემო, ახალი მეგობრები, ახალი საზოგადოება, ისა ახალი სასწავლებელი და რაღაცა იქვე დაფუნძნე რა აღმოაჩინო შენი თავი, ანუ სხვემაც უნდა გაგიცნო როგორი ხარ. ძალიან რთულია. დამოუკიდებელი ცხოვრება იქნება ის კი არა პირობითად თავისუფალი დღესაც ხარ ადამიანი. უბრალოდ დამოუკიდებლად გადადგავ ყველა ნაბიჯს აბსოლუტურად და შენი ნებისმიერი ნაბიჯი იქნება რაღაცა შედეგის მომტანი. გინდა ურთიერთობებში, გინდა სწავლის ნაწილში, გინდა რაღაცა კარიერულ ასე ვთქვათ არჩევნებში, რამდენად ფიქრობ, რომ შეგიძლია ეს დამოუკიდებლობა. მაინც შეიძლება ესე ვთქვათ ცხოვრებას დამოუკიდებლად პირველი რაღაც ნაწილი და მერე თავისთავად რაღაცებს აი მაგაზე ხა ადამიანი ეჭვება ისეთ მშობლები თავიდანვე რაღაცა დამოუკიდებლობას მასწავლებდნენ, რაღაცა მაძლევდნენ ამის საშუალებას, მაგალითად მოგზაურობა მეგობრებთან ერთად რაღაცა მოგზაურობაში რომ მიდიხარ და თან შენით რო წყვეთ, სად უნდა წახვიდე, ეგეც რაღაცა შენი თავგადასავალი ზებნაა და აი ბავშვობაში რაც წაგიწყული ის სამოგზაურო და სათავგადასავლო წიგნები გინდა რომ რაღაცა მომავალში რეალობა დაგციო და აქედან გამომდინარე მოგზაურობას რო ვიწყებ რაღაცა ჩემი დამოუკიდებლობით დამოუკიდებლად წვითავდი ჩემ ბედს რა ესე უნდა გავაკეთო მაგრამ რაღაცით მქონდა ეს დამოუკიდებლობის შეგრძნება რა და ეხა მაგალითად ამ 18 წელს რო ხდები უკვე ყველაფერი შენზე ხარ რაღაცა კანონმდებლობადაც თავისუფლდები რაღაცა არჩევნებში შეგიძლია მიიღო და მართლა რეალური შანსი გაქვს რომ მომავალი შეცვალო. ნუ უფრო მეტად ვიდრე მაგალითად 17 წლის ბიჭს შეუძლია. ანუ შენ ფიქრობ რომ 17 წელი და 18 წელი მაგ ხელა ესე ვთქვათ არ ვიცი აი კი განსხვავებას გაძლევს რომ ანუ 17 წელს ასაკში შეიძლება არ შეგიძლია შეცვალო რაღაცა და 18 წელს ასაკში უკვე შეგიძლია მაინც რა დაუბრუნოთ აი ძალიან ბევრი ცნობილი განიცდის პირველ კურსელიც კი რა ახალი გამოცდილება აქვს ახალი გამოცდილება აქვს და აი უფრო სხვანაირად უყურებს სამყაროს ვიდრე 17 წლის ბავშვი ნუ ბავშვი მეც ბავშვი ვარ ბიჭი გოგო იმიტომ რომ 17 წელი უკვე აღარ არის ხო რაღაცა იმან უკვე გადაწყვიტა თავისი მომავალი რაღაცა და გადადგა ახალი ნაბიჯი განვითარებისკენ და 17 წლის ბავშვი მაინც ორჭოფობს რა უნდა გააკეთოს და რამდენად აი თავის გადაწყვეტილება რამდენად კარგ შედეგს გამოიღებს რა. ნუ ეს 18 წლისამაც არის ის ჯერ, მაგრამ რაღაცა ის ფუნდამენტი რაც უკვე ჭირდება ამ პროექტ ამ განვითარებისთვის უკვე აქვს შექმნილი. რაზეც შეუძლია რომ მე განვითარდეს და რაღაცა დააშენოს. განვითარდეს რაღაცა დააშენოს. წეგანას მკითხე და ეხაც კითხავ კიდე ერთხელ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაც თქვი, ანუ აი ეს ვაუ ეფექტი რაც იყო ცხოვრებაში, ხო, თუ შეგიძლია რომ გაიმეორო, ანუ რა იყო ეს რაღაცა რევოლუცია რომ მოხდა შენ გონებაში, რამაც მეორე დღეს გაიღვიძე და რაღაცეების ყურება სხვანაირად დაიწყე. მაგ აი ეგ პროცესი თუ შეგიძლია რომ მომიყვე ესეთი ვაუ ეფექტი წერანაზე თქვით, მაინც უკავშირდება 2 წლის მიყავით, ნუ მაქან მქონია რაღაც პატარა ლაშქრობები და რაღაცა ბანაკების გამოსილება, მაგრამ აი ჯგუფი რო წავედით ლაშქრობაზე და პირველი რეალური ლაშქრობა იყო ჩემთვის მაგ მომენტში, ერთ მომენტში ავედით ხაზე და მზის ჩასვლის მომენტი იყო და თან რო გვაღამდებოდა ისიც ჰქონდა რომ უნდა მივსულიყავით კოტეჯამდე, მაგრამ აი მაგ ერთმა სცენამ მზის ჩასვლის სცენამ და უკან თებმა, ნუ წინ თებმა და უკან მზემ ძალიან რაღაცა ემოციური ბუმი გააკეთა, ემოციური ბუმი ქონა რომ დაღლილები ვიყავით, ჩამოვჯექით და ეს რამდენიმე წუთი, დაახლოებით 5 წუთი ამ მზის ჩასვლის მომენტს უყურედით და
შენგონებაში მოხდა რაღაცა რაღაც მუსიკა გამახსენდა რომ Pink Floyd-ისა The world is a beautiful place and we need to take care of them. აი გამახსენდა რომ რამდენად ლამაზია სამყარო და მომავალ თვალებს რამდენად კარგად უნდა შემოუნახოთ ეს მომენტი და სხვაებსაც ეს უნდა დავანო. აი მეთქი ხა ჩემი მეგობრები რო იყვნენ რა კარგი იქნებოდა. იმის მიხედავ ჩემი მეგობრები მართლა გვერდით იყვნენ, მაგრამ კიდე სხვაები რო ჩემს გვერდით ყოფილიყვნენ, ჩემთვის ძალიან დიდი შენიერება იქნებოდა რა. ჩემთან ერთად სხვაებსაც დაინახა. ის ემოცია რაც იმ მომენტში შენ მიიღე ძალიან მართლა ლამაზი და დაუვიწყარი. რას ურჩევდი შენ მეგობრებს, შენ თანატოლებს? ნებისმიერ საკითხში მნიშვნელობა არ აქვს, არ ვიცი, რაღაც სწავლა იქნება, კარიერა, ჰობი, რაღაცა რჩევას თუ მიცემდი? პირველი რაც ალბათ ვიღაც მოგვისმენს და მაგიდან მინდა რომ რას ვიტყოდი პირველი რაც მახსენდება, მისნისკენ სვლა არასდროს არ უნდა შეწყვიტო. ყოველთვის შეუპოვრობა. ხო. აი როდესაც ყვეთ რაღაც მომენტში და ჩერდები, აი მაქიდან იწყება ყოველთვის დაღმასვლა. განვითარებისკენ სვლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შენი ინტერესებისკენ სვლა არ გაინტერესებს, არ უნდა გაინტერესებს სხვა რას ფიქრობ. შენი გზა გაქვს, შენი გზა გაქვს გასავლელი და რა წინაღობებიც შეგექმნება. იქ თუ გაჩერდი მე უკვე ძალიან გაგიჭირდება კიდე ერთი ნაბიჯის გადადგმა. თავარია უკან არ წახვიდე და ყოველთვის სურო პატარა ნაბიჯი გადადგა მაინც კარგია. ხო, რაღაც ერთი ნაბიჯით მაინც უნდა დავუახლოვდე შენ მიზანს რა. და ეგეთი წინსვლა და ეგეთი სტილით შენ მიზნავს, როდესმე მაინც მიგიყვან შენ მიზნამდე რა. და თავარია არ გაჩერდე. ხო, არ გაჩერდე. კი ბატონო, ძალიან კარგი. ყველაფერი მისაღწევია. ყველაფერი მისაღწევია. ანუ იბრძოლე შენი მიზნები. აი ეხა ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ 21 სამყარო, რაღაცა ინოვაციების ბუმია და აი ჯერ კიდევ რომ დააკვირდე ეხა მე-20 საუკუნე მე-19-ში რომ ინოვაციები იყო, გაგეცინება რომ ანუ შენთვის ეხა მე-21-ში რო ცხოვრობ, სასაცილოა რომ ის მაგალითად ტიპს რო ქონდა ის Mercedes რო ქონდა იდეა რომ შევქმნი მანქანას რომელიც ცხენებს შეანაცვლებს, ხალხისთვის დასინის საგანი იყო რომ შეუძლებელია. ეხა ეგ მანქანა როგორ ჩვეულებრივი ის არის რომ ცხოვრების ნაწილია ჩვენი რა. შეიძლება დღეს ვიღაცა ცხენი უფრო გაუკვირდეს ქუჩაში ვიდრე პირობითაც მანქანა. მაგაზე ერთი ისტორია გამახსენდა ის რო არის რადიო ეს ანტენით იჭერენ რადიოს და ხმას უსმენდნენ და ამაზე უფრო განვითარება აღარ იქნებაო და მე რო გამოვიდა ეს კინო ტელევიზორები რამდენად ინოვაცია იყო და არიც ეხლა მომავალში აი შეიძლება მართლა რაღაცა გენიოსი ხარ და რაღაცა ინოვაციას იგონებ რა და ვიღაცამ რო გითხრას რომ ეს არაფერი არ აქვს წინსვლის პერსპექტივა თუ დაუჯერე აი მართლა არ იქნება რა ხო, ეგეც რაღაც არასდროს არ მოხდა კაცობრიობაში. რას ვფიქრობ, ანუ რა შეიძლება ანუ აი ეს რაღაცა next big thing რა შეიძლება იყოს. ეგ მე მაინც ალბათ უფრო რაღაცა AI ხო, მაგაზე ვფიქრობდი. ხელოვნური ინტელექტი ძალიან აი დრო და დრო ვითარდება რაღაცა. აი 2021-ში მაგალითად ეგეთი კარგი არ იყო, როგორც დღეს არის. დღეს უკვე ასისტენტის ფუნქციას ასრულებს, რაღაცა შეიძლება რეპეტიტორის ფუნქცია შეასრულოს, შეიძლება მეგობრის ფუნქცია შეასრულოს და რაღაცა დააახლოს მიზანი. აი რაღაცა თუ გაქვს რომ მიზანი რომ აი ეს უნდა ვისწავლო რაღაცა ეს ის რადგან ემოცია არ გააჩნია ჩემი აზრით, ნუ ემოციაც მნიშვნელოვანია ურთიერთობებში, მაგრამ პროექტ აი როდესაც ეხება რაღაცა პროექტი გაქვს შესასრულებელი და ცივი გონებით მართლა უნდა იმსჯელო ესეთი უემოციო სტრუქტურა რომ აი ეს უნდა გააკეთო ბრძანება რაღაც მომენტში ბრძანებაც გჭირდება რა რომ რაღაცამ გიბიძგოს რომ ეს ნაბიჯი გადავა მესმის არ ფიქრობ რომ რაღაცა ეტაპზე შეიძლება ემოციაც გაუჩნდეს ხელოვნურ ინტელექტს მაგაზე მახსოვს ერთ ბავშვობაში უყურე AI ისი ფილმი არა, AI, არა ვიცი. შეიძლება ვიცი არ მოხდეს. ძალიან მაგარი ფილმია, მისაც არ გაქვს ნახი, რეკომენდაციას
რეკომენდირებულია ჩემგან, ძალიან მაგარი ფილმია, ბავშვი ესეთი ის არის რა, რობოტია, ბავშვი რობოტი. რომელიც არის გათვლილი წყვილებისთვის, ვისაც შვილი არ ყავს, ან ხო არ ყავს რა და ბოლოს ესე არის, რომ ამ რობოტს ემოცია უჩნდება და ძალიან კარგი დასასრული აქვს, ამას არ ვიტყვი. ნახოთ და ის მაგარი. აი იყო ჩემთვის ძალიან ისეთი, რა, რაღაცა ყველა რაღაცას თავისი ემოცია აქვს და თავისი გრძნობები. ანუ სადღაც ისეც დასასრული. შესაძლოა მართლა შეიძლება ერთ დღესაც გაიგოძა და ხელოვნური ინტელექტს ემოცია ჰქონდეს და შენზე რაღაცა ემოციური გავლენები მოახდინოს ადამიანს. ის მაგარი კითხვა იყო, აი საქართველოს 10 წელიწადში აი ინდივიდუალურად შეიძლება, მაგრამ ეგ უკვე ქონდა ინტერვიუებში. ანუ ის რომ ანუ იმას ამოფრო პირობითად როცა შენაირი ადამიანები წავდნენ სხვა ქვეყანაში განათლებას მიიღებენ და მერე დაბრუნდებიან 7 წლის წინ 8 წლის მერე ან 10 წლის მერე რა დახტება საქართველოს მაგა ეგ ძალიან დამაინტერესა მეც. ნუ ჩემი point of view თქვი და სხვებისაც ძალიან ანუ გაინტერესებს სხვების აზრიც პირობითად ისინი რას ფიქრობენ 10 წლის მერე უკან რო დაბრუნდები საქართველოს რა იქნება. საინტერესო, ძალიან კარგი.